მოდით გოგოებო, მოვიფიქროთ რამე, თორემ ზიპი ყველგან წასვლას ამიკრძალავს, სად ვიყავით ამდენი ხანი? დიანა, სილამაზის სალონში. ხო, უნდათ რომ ლამაზები ვიყოთ. ჯანდაბა, საერთოდ არ მომწონს ეს სალონები. მერი, აბა ზუბს აკოცე და მერე ნახავ თუ არ მოგეწონება ეგ სალონი. ხო, ისეთი მაგარია, ღიაკანი. ზუსტად ტონალური არ გჭირდება. გოგოებო, არ მჭირდება თქვენი რჩევები, ძალიან დიდი მადლობა. გინახავთ ხო რამხელა ზუბის ენა? ბაბუაზედი, ახარ. ბაბუაზედი, ახარ. ბაბუაზედი, ახარ. აუ, არ მესმის ბაბუა ჩვენთან რატომ არ მოდის? შეიძლება უკვე აღარ ვახსოვართ. ან შეიძლება ზომების სამოთხეში არ არის. ზალინ, რა გინდა რომ ბაბუას კითხო? მე მკითხე და რჩევას ბაბუას მაგივრად მე მოგცემ. ზიპ, შენი რჩევა არ მჭირდება. ჩვენი ბაბუა ბრძენი იყო. მოდი, თავიდან უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი. ბაბუაზედი, აქ ხარ? ბაბუაზედი, მოდი. ბაბუაზედი, მოდით. მეგობრებო, რაღაც ვიგრძენი, მგონი მოვიდა. ბაბუაზედი, გთხოვ, მითხარი, ზაკათთან ერთად ვიქნები? რა, ბაბუას ამდენი ხანი იმისთვის ვეძახდით, რომ ეგ შეკითხვა დაგესვა. კარგი ზალინა, ხო ხედავ, შეეკითხე და არ პასუხობს, დავიშალოთ. არა, ჯერ მინდა რომ ჩემი კითხვის პასუხი გავიგო. გამარჯობა, ბოდიში რომ დაგვაგვიან და სალონში შევყოლდით ცოტა. გამარჯობა. ეს რა წრეა? რასაკეთებთ? თამაშებს თამაშობთ? არ ვიცი რას თამაშობენ, მაგრამ არ მომწონს. არაფერი, უბრალოდ ზღვის გოჭის სულს ვიზახებდით. ხო, ზალინას რაღაც კითხვების დასმა უნდოდა. ხო, ძალიან გაერთო. ყველანი ძალიან კარგად გამოიყურება. ვაუ, ზალინა, ზღვის გოჭი ყავდა, მაგარია, მიყვარს ცხოველები. შეგიძლია ზღვის გოჭის სულის გამოძახება? კნოპა, ყველაფერს აქვს სული, ცხოველებსაც კი. და გარეთ არ გავდივართ, თმა გავიკეთეთ, არ გავისეირნოთ? არა, ბიჭები იტყუებიან. ზღვის გოჭის არა, ბაბუა ზადიკის სული გამოვიძახეთ. ზალინა, არ თქვა რა კითხვა დასვი, იმიტომ რომ ერთად არასდროს არ ვიქნებით. მოკლედ, ზალინა ბაბუას კითხავ ვიღაცასთან ერთად თუ იქნებოდა, მაგრამ ბაბუამ არაფერი უპასუხა. ხო და ბაბუამ თუ არაფერი უპასუხა, ესე იგი ერთად არ იქნებიან, მორჩა. ვახ, სასაცილოა. ზაკ! რა გინდა, გამეცინა. ზალინა, ეგ ხელები მოთოკე. ზალინა, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ზაკატს შენ არ დაგითმობ. კარგი, აბა ბიჭებო, გავდივართ გარეთ თუ არა? ზალინა, შეგიძლია წამოხვიდე თუ გინდა. ვინ წერს დამღალეს უკვე? არა, მადლობა, მიგჩვენია სახლში დავრჩე. ვა, გოგოებო, ძალიან უცნობია, პირველად დაგვბოდიშეთ. გოგოებო, ძალიან ლამაზები ხართ, ცუდად რომ მოგვეცით, რომ ჩვენს გამოვეწყოთ. ხო, 1 საათი. და მზად რო ვიქნებით, სადაც გინდათ იქ წამოვალთ. ხო, მოწესრიგდით, დრო კიდევ გვაქვს. გოგოებო, შეიძლება დაგელაპარაკოთ? რა მოხდა, დიანა? გონი თავი შევირცხნეთ ბაბუას გამოძახების გამო. ახლა რას იფიქრები? უბრალოდ არ ისმით ეს ყველაფერი არ აუშვებს. ამით რანაირად ხარ შერცხვენილები? მშობლები. სახლში მშობლები გვჭირდება. უკვე ბებია და ბაბუას მენატრება. ვერ ხვდები მშობლები რა შეგვჭირდება. სკოლიდან ვარ წამოსულები და სასვენებლად რომ მშობლებისგან შორს ვიყოთ. მეგობრებო, ყველანი დაწნარდით. სულელო ცხრება, თქვენს მშობლებს ვერ დავურეგავთ. იმიტომ რომ მაშინ ბაჭია ლიდერების მშობლებს უნდა დავურეგოთ. ხო, და რადგან მასწავლებელი მაიკი მათ ყურადღებას არ აქცევდა, მათ ვერ დავურეგავთ. და მშობლებს თავიანთ შვილებს ასეთ მდგომარეობაში ვერ ვაჩვენებთ. ამიტომ რაღაც მოვიფიქრეთ. აუ, ისე მინატრება დედაჩემი. ხო, მეც მინდა რომ დედაჩემმა ჩემი ზაზუნა მომიყვანოს. რა დროს ზაზუნა? მასწავლებელი მაიკი შარში იქნება მერე. და ეგ ჩვენი პრობლემაა? ხო, არა სტელა, არა ეს ჩვენი პრობლემაა. მასწავლებელი მაიკი, მშობლები გვინდა აქ, ხვალ. თუ არის ამ ჩვენით დავუპატიჟებთ. ხო, მე დიდი ოჯახი მაქვს და შემიძლია ბევრი ნათესავი მოიყვანოთ. მეგობრებო, პატარა ბავშვებით იქცევით, გინდათ რომ თქვენი მშობლები აქ მოვიდნენ და საჭმელი გაგიმზადოთ და მე გაჭამოთ. მართლა ეს გინდათ? არა, მშობლები თუ აქ საჭმელი მოვლენ, ვერაფერს ვეღარ გავყვიდით. მე მშობლების წინააღმდეგი ვარ. ხო, მე წინააღმდეგი ვარ. წადით ზაფხულის ბოლოს სახლში და ნახეთ თქვენი მშობლები. ხო, ბავშვებო, გაიგეთ? მოდით უბრალოდ ზაფხულის დამთავრებას დაველოდოთ. და ყველამ შეგიძლიათ თქვენ მშობლებს დავურეკოთ. ტელეფონი ხშირი მუშაობს. მაგარია, მაგრამ მამა ჩემს ტელეფონზე საუბარი არ უყვარს. ჩემი მშობლები თუ ჩამოვიდნენ, ჩემი ქალშეყვარებულს ჩამოიყვანეთ და ჩვენ დაშორება მოგვიწევს. რა? მშობლების მოსვლა არ გვინდა. კარგი, უმეტესობა წინააღმდეგია. მოკლედ გასაგებია, მშობლები არ ჩამოდიან. აი ეს ქათვის ფრთები გამიკეთებ. აი ეს მე ცხელი შოკოლადი. კარგი. მაგარია, აი ამ კრევეტების გამო. ხო, ნერვებს მიშლიან. კარგი, დედაჩემს პირველი მევურეკავ. გოგოებო, ჩქარა. მოკლედ, სმაილმა მომწერა. ხო, დავინახე, რა უნდა? ვაიმე, როდის დაგანებებს თავს? გოგოებო, მომწერა, რომ თუ დღეს არ შევხვდებით, ჩემ მშობლებს დაურეკავს და ყველაფერს მოუყვება და შემდეგ ისინიც აქ ჩამოვლენ. დიანა, რა ცუდია. ხო, მოგიწევს შეხვდე.
გოგოებო, სმაილს თუ შევხვდები, დამჭირდება, რომ მთელი სახე დავიმალო ტონალურში და ვეტყვი, რომ აი სმაილ, რა ცუდია, აუი აღარ ვარ ზომბი. ხო, და მე მშობლებს ვერ დაურეკავს. ხო, მაგრამ რას ეტყვის, რომ დიანა მიმატოვა და სხვა ბიჭთან ერთად არისო, ვერ დაურეკავს. და ვის აქვს ნორმალური ტონალური? გოგოებო, უნდა ვიყიდოთ და ბიჭებს უნდა უთხრათ, რომ დღევანდელი გასეირნება ჩაიშალა. გოგოებო, ჩვენ უკვე მზად ვართ, კიდევ რამდენი ხანი უნდა გეოდოთ? ბიჭებო, ბოდიში, მაგრამ დღეს საღამოს ვეღარ გავისეირნებთ. ხო, ცუდად გრძნობთ თავს, ძალიან დაღლილები ვართ. ხო, ამ სალონის მერე. გასაგებია, კარგი, მაშინ დაისვენით. მე და გოგოები ახლა გამოვიცვლით და წავალთ აფთიაქში. არა, გოგოებო, მე წავალ. მე შემიძლია გავყვე. არა, მადლობა, ჩვენ წავალთ. უბრალოდ არაკომფორტულად ვართ, ისეთი რაღაც გვჭირდება. კარგი, გასაგებია, მაშინ არ არის პრობლემა. მაშინ ჩვენ წავალთ და დღეს კალათბურთს ვითამაშებთ. მადლობა გაგებისთვის. მეგობრებო, რაღაც გოგოები არ მომეწონა. ხო, გვატყუები. არა, არ გვატყუები. გვატყუებენ, ვიცი რომ აფთიაქში არ მიდია. რას ფიქრობთ, გოგოებს უკან ხო არ გავყვეთ? ხო, რა თქმა უნდა, ოღონდ უკანა კარებიდან გავიდეთ, თუ არ დაგვინახავ და მაგათ უკან ვიყოთ. ხო, ვნახოთ, აბა რომელ აფთიაქში მიდია. სმაილ, ხო ვიცი რომ თანახმა მაინც არ იქნება. აი, შეხედა, უკვე დავთანხმდა. რა, მართლა? ხო, მეგობრებო, მართლა. მოგლეთ დღეს დიანას უცნაურ გარეგნობას გადავუხებ ფოტოს და დედამისს ჩავუხდით. დედამისიც ეგრევე აქ ჩამოვა და დიანას და თავის შეყვარებულ ზივს ერთმანეთს დავაშორებს. შეგიძლია რომ ფოტოგრაფიასაც გადავუხო და მამამისს ჩავუხდო. არა, მე დიანას ვხვდები, გნობას არა. სმაილ, კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ არ მგონია დიანას ამ ყველაფრის მერე შენთან ერთად ყოფნა მოუნდეს. არა, დიანა ვერაფერს ვერ გაიგებს, უეტყრო დედა ჩემი ჩამოვიდა და გაიგო და უთხრა. მოკლედ, ხო გნობასთან ერთად გავა და ფოტოს ჩუმად გადავუხებ, მამამისს ჩავუხდები და გოგოების ზომების სახლიდან საბოლოოდ უკან დაბრუნდებიან. აბა მეგობრებო, წარმატება მისურვეთ. წარმატებები სმაილ. აბა, გოგოებო, მოახერხეთ ჩემი კანის დამალვა? დიანა იდეალურია. ხო, ზუსტად ისეთი, როგორც აქამდე იყო. ღმერთო ჩემო, როგორ მომენატრა ასეთი სახე, მართლა ძველებურად არის. სმაილი საერთოდ ვერაფერს მიხვდება, რა დაგემართა. ხო, წავიდეთ. დიანა, სმაილს ისევ შეუყვარდები. კარგი, ეგ ბოლო რაღაც არის, რაც მჭირდება. წავიდეთ. ბიჭებო, აფთიაქში მივდივართ, მალე მოვალთ. და აფთიაქისთვის ასეთ ჩაცმული რატო იყო და სახეზე რა დაემართა? აბა გოგოებო, წავედით? წავედით. მოიცა გოგოებს რა დაემართათ? მანქანაში? არა, მანქანაში. კარგი წამოთხეს, ბევრი რაღაც მოხდება. დიანა, შენთან ვართ. არა გოგოებო, უკვე მელოდება. ცოტა ხანში დავბრუნდები და აქ დამელოდეთ. უბრალოდ ფრთხილად იყავი. დიანა, არ დაგავიწყდეს, რომ სმაილს მხოლოდ შენი ნახვა არ უნდა. დიანა, არ დაგავიწყდეს, რომ შეიძლება ცუდი რაღაც გააკეთოს. გოგოებო, ყველაფერი მახსოვს, კარგად ვიქნები, ნუ ნერვიულობთ. ვა, მაცახეებს რა დაემართათ, ჩაულებრივად არიან. ჰეი სმაილ, ჩქარა, მითხარი რა გინდა, 5 წუთი გაქვს, დიდხანს არ დაგელაპარაკები და მშობლებს შეგიძლია დაურეკო. როგორც ხედავ, მე ძალიან კარგად ვარ. მოიცა დიანა, შენ გარეგნობას რა დაემართა? ზომბი აღარ ხარ, სიმს დაშორდი? შანსი არაა სმაილ, ზიპი ჩემი შეყვარებულია და როგორც ხედავ, ზომბი აღარ ვარ და საერთოდ აღარასდროს ვიქნები ზომბი. ხო, ყველაფერი გასაგებია, ხალათის სულ იმცებს. აი თურმე როგორ წავიდა აფთიაქში, სმაილთან ერთად ვაიმასე და გოგოები მანქანაში დატოვა. კარგით, მოდი ახლა აქ დიდი დრამები არ მოვაწყოთ. ჯერ სახლში წავიდეთ და იქ დაველაპარაკოთ. დიანას დობა მთლიანად გამიქრა, შეგიძლიათ თქვენ წახვიდეთ. მეგობრებო, ჩუმად და ჩქარა, რო არ დაგვინახოთ. აბა სმაილ, დაასრულე საუბარი? დიანა, არ შეგვიძლია რომ შევიგდეთ. ძალიან დებილი ვარ, არ უნდა მომეცა შენ წინააღმდეგ ხმა. სმაილ, 1000 ჯერ გაპატიე, აღარ იქნება შერიგება. კარგი დიანა, გასაგებია. მაშინ ახლა ვდე და შენს დავურეკავ და ვეტყვი რომ რაღაც უცნაურ სახლში ცხოვრობ, ვიღაც უცნაურ თინეიჯერებთან ერთად. იცი რა, უცნაური თინეიჯერი შენ ხარ. ისინი უფრო ნორმალურები არიან ვიდრე შენ. დავამთავრე წარმატებები. არა, წარმატება ყოველთვის შემთანაა, პირიქით, შენ დაგჭირდება. გამარჯობა, ჯუნო. დიანა, რაო? ახალი არაფერი გოგოებო, მე ასეთ დავწმუნდი რომ სმაილი ძალიან ცუდი ბიჭია.
დიანა, საჭირო არა ამასთან ერთად შეხვედრებზე იარო. ხო, გააკურვებული იყო, რომ ზომბი აღარ ვარ, ამიტომ ახლა შეგვიძლია წავიდეთ. გოგოებო, ბიჭებს უთხრათ, რომ ის წამალი არ იყო, რაც გჭირდებოდა. ხო, იმიტომ რომ არაფერი არ გვიყიდია. ხო, გოგოებო, მაგრამ თავარია რომ სმაილის პრობლემა გადაჭრილია და ახლა დედაჩემს არ ეტყვის ჩემს ზომბობაზე. გამარჯობა დედა, როგორ ხარ? მოგეთ, რაღაც უნდა გითხრა. იმ წითელი მანქანით ძალიან გავერთე. ხო, მართლა ძალიან გავერთეთ. ხო და შეგიძლიათ რომ შენ და მამა ახალი ვიყიდოთ, ლურჯი ფერის. ხო, ლურჯი თქვენი შულის საყვარელი ფერია. დიმა, რაო, არ თქვა არაფერი. არა დედა, რა თქმა უნდა, წითელს არაფერი არ მოსვლია, უბრალოდ ძველია და ახალი უნდა ვიყიდო. ხო, ნაწილებად იშლება და ცუდი ხმა აქვს. არა კოსტა, ახალ მანქანას არ მიყიდია, იმიტომ რომ არ იცი როგორ უნდა დაელაპარაკო. კოსტა, როგორ უნდა დაველაპარაკებოდი, ეგრევე ყვირილი დაიწყო. მეგობრებო, იცით რა, ჩემი აზრით ერთმანეთს საერთოდ არ უხდებით. სერიოზულად ეგრე ფიქრობ? ხო, ურთიერთობები კარგად მესმის. ჩვენ ურთიერთობას თავიდან ანებე, შენი რჩევა არ გვჭირდება. კარინა, შენ შესაბამისი არ არის. ხო, ხედავ რანაირია, ფუ. კარგი, ხვალ, აი ამ კრევეტებთან მივალ და დავარწმუნებ, რომ მშობლები არ მოვიდნენ. მგონია, რომ მთელი მსოფლიო მათ გარეშე ბრუნავს. ისე გოგოებო, ჩვენ მშობლებს აქ რა უნდა და რას გააკეთებენ? მოიწყენენ ძალიან. ხო, არც მინდა რომ დედა ჩემი მოვიდეს, მერე ჩემს ნიშნებს ნახავს. რა, 2 თვის წინ დამთავრდა ნიშნები, ახლა შესვენება გვაქვს. გოგოებო, ჩემს დედას არ იცნობთ, აი 24 შვიდზე სულ ნიშნებზე საუბრობს. სმაილ დაზმარტი, დიანა უკვე ნახე. ხო, და გადამოხდა, როგორც წინაზე გადამოხდა და როგორც ყოველთვის. თან ნორმალური სახე ქონდა, მგონი ახლა ზომბიც აღარ არის. საერთოდ აღარ ხვდები რა ხდება. კომბაშობო, თქვენს მაღლზიანებთ, გადით აქედან. სმაილ, უნდა გეკითხა სახეზე რა დაიმართა, მაგრამ თუ არა მოიხე. არაფერი არ მეკითხავს, იმიტომ რომ თვითონ მითხრა. შეხედე სმაილ, ახლა ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. შეიძლება სიპის ჩვეულებრივი ადამიანია. წარმოდგენა არ მაქვს იმ სახლში რა ხდება. ესე იგი შეიძლება კნობად ჩვეულებრივი იყოს. მეგობრებო, დაწყრდით, გოგოები უბრალოდ ასეულებ რიტავებიან. სკოლა დაიწყება, ზომები აქ დარჩებიან, გოგოები უკან დაბრუნდებიან და სკოლაში ყველაფერი დაგმდება. ხო, აბა გოგოებმა ეს ზომები სკოლაში თუ წამოიყვანეს, მერე სკოლაც დაიკეტება. რომეო, გაჩვენდი, თორე თვალში რაღაცას ჩაგარტყობ. აი, სპიცა, დღეს ფული გვაქვს. ფრთები გავკეთეთ. უკვე გვიანია, ვიკეტებით. ხვალდილით დაბრუნდით. არა, ეგრე არ მუშაობს, ჩვენ ფული გვაქვს და გვინდა ფრთები, შემწვარი. ხო, გთხოვთ, გააკეთეთ. ხო, პრობლემა რა არის, შეგვიძლია სხვა კაფეში წავიდეთ და იქ დავხარჯოთ. აქ სხვა კაფე არ არის. ამიტომ არ შეგვაშინოთ. ხელები, იცი რა პიცა, აღარ დაგიტოვებ ხოლმე ხურდას. ჯიჯი, წამ. მაინც არასდროს არ გვიტოვებდით. დამხალეს უკვე, გვიან მოვიდნენ. აბა, რა გაარკვიეთ? ბევრი ცუდი რაღაც გავიგეთ. გოგოები ჩვენ გვალატობენ. ხო და მათ აღარ ვენდობთ. დიანა თავის უყოფას დაუბრუნდა და თან სახესაც რაღაც უქნა. ისე დაიფარა, რომ ახლა ჩვეულებრივ ადამიანს გავს. გითხარით, რომ ეს გოგოები არ გიმსახურებდნენ, ვერენდობით. ხო, გასაგებია. მეგობრებო, ახლა რა უნდა გავაკეთოთ, დავშორდეთ. მოდი ცოტა ხანი დავალოდოთ და ვნახოთ რას გვეტყვიან. ხო, ნახოთ როგორ მოგვეტყვევენ. გამარჯობა დავბრუნდით, არ მჯერა რომ ასეთი ცუდი აფთიაქები გაქვთ. ხო, ყველაფერი დაკეტილი იყო და მართლა ძალიან გჭირდებოდა. დიანა ჩაიცვა კიდეც, რადგან შორს იყო. გოგოებო, რა ხდება სახეებზე რა გჭირთ? ზიპ? ზაკ? ზაკად რა მოხდა? აბა გითხარი, როგორ იყო პაემანი, შენ კალათბურთელ ყოფილთან? კნოპა, შენ სხვა არ ნახე ტიმური. რა? გოგოებო, იცით რომ თქვენ ჩემი ძმების ღირსები არ ხართ და კნოპა, შენ ზაკატის მით უმეტეს. ყველაფერი გასაგებია, ნუ ნერვიულობთ, აგიხსნით ყველაფერს. შენი ზაკატი, ჩემი ზაკატია. ყველაფერი არასწორად გაიგეს. დიანა არ შეხვედრია სმაილს. პირიქით, უფრო შანტაჟი იყო. დაშორება იყო, ხო? დიანა, ძალიან მიყვარხარ. სმაილ, მე ძალიან მომენატრე. მის მინეზი პასი არ შემიძლია, სად არის ნდობა? ხო, თქვენთან ერთად არ ვიქნებოდით რომ არ გენდობოდეთ. სმაილი ისე შეშინებულია უნდოდა რომ დიანას მშობლებისთვის დაერეკა. ხო, და ითქვა რომ აქ მოსულიყვნენ. ბიჭებო, იტყუებიან. მოგეთ გოგოებო, აღარ გვაინტერესებს, ხვალ პასუხს გვეუბნებით, გიყვართ თუ არა. ჩვენ მოღალატეების შეყვარებულები არ ვიქნებით. ხვალ დაველოდებით პასუხს, ან შეგიძლიათ წახვიდეთ. კარგით ბიჭებო, ყველაფერი გასაგებია. ძალიან ცუდია რომ არ გვენდობით. იცით რა, კალათბურთელებთანაც ეგრე დაგვემართა. ხო, სმაილი არ ენდობოდა დიანას და აი. ხამამეძლებს გოგოებო. ძილინებისა გოგოებო. ძილინებისა ზალინა, ძილინებისა ბიჭებო.
აქ არაფერი ესაქმებათ. უნდა გავაგდოთ. ჩვენ გადავწყვეტ რა უნდა გავაკეთოთ. ჯანდაბა, შარში ვართ. ოღონდ მართლა არ გვინდოდა რომ ასე გამოსულიყო. და ლაიქეთ ეს ვიდეო გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარს. კარგი, ახლა უნდა წავიდეთ. კარგად.